ეს ძალიან ეს რა Bayer Leverkusen. მოიცა კაცო რა. ეგ არის ლევერკუზენის ლოგო? მოგესალმებით. Betson Sport-ზე მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის მერვედფინალი იწყება. დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან მაგიდის დერბიში კარგად გამოცდილი პირველი და მეორე სეზონის ფინალისტი დავით მინაშვილი, როგორ ახარ? კარგად. და ამ თამაშში დებიუტანტი, მაგრამ ძალიან მაგარი მოთამაშე ნიკოლოზ ტაბატაძე, ტაფსონა. მოგესალმებით, არ ვიცი ამდენ მაგარი მოთამაშე. ნახოშდება ყველაფერი. დავიწყოთ მაშინ. რაუნდი პირველი 5-5-ზე. მაგიდის დერბის მეოთხე სეზონის გამარჯვებულის სახელი და გვარი ამოიტვიფრება Betson-ის თასზე. გარდა ამისა, Betson Sport-მა დააწესა პრიზი, ისევე როგორც გასულ მესამე სეზონში Citroen C3 ოღონდ ამჯერად Citroen C3 Aircross-ი, რომელიც წინა მოდელისგან განსხვავებით, თუ ის იყო hatchback, ეს არის SUV კატეგორიით. ეს არის ძალიან ელეგანტური, პრაქტიკული, ძალიან ეკოლოგიური, ეკონომიური მანქანა და ამ ყველაფრის გამო ევროპის ერთ-ერთი ბესტსელერი. მეოთხე სეზონის გამარჯვებული ახალ მანქანას Citroen თბილისი ცენტრიდან გამოიყვანს. გისურვებთ გამარჯვებას. დიდი მადლობა. დავიწყოთ, პირველი ნაბიჯი გაქვთ გადასადგმელი და ავარჩიოთ 3 თემა პირველი რაუნდისთვის. ტაფსონ, თქვი რომელიმე? 1-დან 5-მდე, 1 ციფრი. 5. 5 ავიღოთ. სერხიო ბუსკეტსის ხათრით. კი ბატონო. მისი ხათრით 5. დავით. პირველი დავიწყოთ რა. დავიწყოთ. პირველიდანაც ავიღოთ. ტაფსონ კიდე 1. 3. 3. ვინ არის 3 ნომერი? პაოლო მალდინი. კაი ბატონო. თავარი 3 ნომერი, თუ მაგ შეიძლება კაიზე. ვისთვის როგორ? ვისთვის მოდი ალექსანდრე შუაძე ვთქვა. აი? ხო. აი? ახლა უნდა მეთქვა ძნელია ვინმე შეგეკამოთოს მეთქი, მაგრამ ისეთი არგუმენტი მოიტანა, რომ თურმე შეიძლება. ნახალოუკელების საბჭოთა კავშირის ნაკრებში მოიტანა. ხო, მაგარი თემა იყო ეგ. კი, იყო ასეთი თემა ჩვენთან. მე მქონდა. პირველი რაუნდი შეიცვალა, მოგეხსენებათ, ჩამოთვალეს ნაცვლად, გვაქვს რაუნდის სახელწოდებით 5-5-ზე და წესი ასეთია. ჩვენ გვაქვს 3 თემა. თითოეულ თემაში 5 ბარათია. იდენტური 5-5 ბარათი დაგირიგდებათ და მოგეცემათ პირობა, რა პირობითაც უნდა დაალაგოთ ეს ბარათები სწორად. ყოველი ბარათი სწორ ადგილას ერთ ქულას მოგიტანთ და შესაბამისად რომელიმე მათ თქვენგანი ერთ თემას მოიგებთ. სულ 3 თემა გვაქვს, შესაბამისად 2 თემის მომგები მოიგებს რაუნდს. მარტივია. პირველი თემა თქვენთვის არის ასეთი რამ. დაალაგეთ ჩემპიონთა თასის გამარჯვებულები წლების მიხედვით. ჩემპიონთა თასის. მე მგონი მაინც ჩემპიონთა თასია? კი, ეს 5 ბარათი შენ. აი, შენს 5 ბარათი. აქედან ვიწყებთ. ჩემსკენ ყველაზე ძველები. მე შედარებით ახლები. აქ ეს უნდა იყოს. ჩამოარიგა უცბად. არ არის ეს, მე მგონი რთული არ იყო. აბა ვნახოთ. რადგან დააწყეთ, დავიწყოთ. თქვენი აზრით, ყველაზე ადრე ჩემპიონთა თასი მაგ 5-დან ყველაზე ადრე მოიგო. Celtic. გავხსნათ. 67 არ არის Celtic. Celtic 67-ია. შენ რომელი გაქვს? Aston Villa. Aston Villa. Aston Villa რომელი წერია? 82 თუ არ ცდები. არა, მაინა. არ ცდები. 82. დიახ. 1-0, ეს სწორი ადგილია, ეს არასწორი. მეორე? მეორე არის Aston Villa. მე Hamburg-ი. 1 წლით მერეა Hamburg. Aston Villa 82 იყო, ზუსტად გახსოვს წელი Hamburg. 2-0. მე მაგ Celtic-ი შესაბამისად არასწორად. ეს ფორმებზე უნდა გუნდს გექნა. ხო, ნახე, ეს Racing-ს რო ეთამაშენ სუპერთასზე, ეგ არის 60. არა, უყურე აქ კიდე ისა რომ ამხელა ნომრები რო აწერეთ, ამათ მაიკაზეც არ აწერეთ, ეს ძალიან ძველი 70-იანი. ვეღარ მივაქცია. კი ბატონო, აქ სწორად არის Hamburg-ი, შესაბამისად 3-0. კი, მე PSV. PSV და ბოლოს Svensson და ბოლო 2 სწორად გაქვთ. კი ბატონო, 5-2 გამოვიდა, შენთან 2 ქულა მოიტანა, შენთან ყველა ქულა მოიტანა. 5-2 პირველი თემა შენია. გავაგრძელოთ. მეორე თემა. დაალაგეთ ინგლისის ნაკრების მაისურები წლების მიხედვით. 5 მაისური შენ, ანუ 5 ბარათი. 5 მაისური შენ იგივე. კაი, მოიცა. აი წლებს ნუ მომთხოვ, მაგრამ ვეცდები გამოვიცნო. ეხან კარგად ჩამომირაკრაკე წლები. კი ბატონო, დავიწყოთ. მიდი. კარგი, ყველაზე ძველი მაისური თქვენი აზრით. ეს არის. აჰა, წლებს ნუ მომთხოვ, თო და პირდაპირ დასვა. კი ბატონო, სწორია ორივე პასუხი. 66 თითო ქულა გაქვთ. მეორე არის 82.
წლებს ნუ მომთხოვო, სწორია. ეს არის 90. სწორია. ეს არის 98. და გაგვირთხია ყველა და ეს უკვე 2000 ეს 2-ია მე. კი 2-ია. ეგ არის. ჩემი არგენტინა. მომთხოვო, რატომ კი 2-ია. სწორია, ორივეს 5-5 ქულა გაქვთ, ანუ ეს თემა ფრედ დასრულდა. ვინ გახსოვთ, აი ყველაზე მაგარი ფეხბურთელები მითხარით, რომელიმე მაისურით ეგრევე, ვინც გახსოვთ? ეს არის გლენ ჰოდლი მახსოვს ამაში ბექს. მოდი აქ გასკოინი ჯობია თქვათ. ანლი ნეკერი. მაინეს მევასებოდა მაგითო ვიტყვით. აქ ხო, ეგ მაინეს მევასებოდა. ეს კიგანი, და მური ალბათ, ეს კიგანი. აკა? მური. ხო, რა. ნუ ჩალტონი მური რა ვიცი ყველა. დიდი მადლობა. აქ პირდაპირ ბექების მაიკა. კი ბატონო. ამით გაუტანა არგენტინას ფინალში. და მეტი მათფორმით აღარ. ის ამბროს მაიკები სხვათა შორის რომელია 82 ხო საოცარი ფორმა, ძალიან უამრავი ფორმა. ხსნით მესამე თემას, ერთი ქულა გაქვს. შეგიძლია ფრედ დამთავრო. კი ბატონო. თუ მოუგებ. თუ არა და მოგიგებს რა უნდა. ნახოთ რა მოვა. თემა მესამე. ნახოთ. დაალაგეთ. ვაუ, ევროს ბურთები წლების მიხედვით. აი გაგიჭირდება. მომეც. ეხლავე. ერთი. ესეც შენ. წავიდა. აქედა 3 მაქვს. სახში. ხო? კარგი ბატონო. მაშინ არ უნდა შეგშლოდა არც ერთი. ვიმედოვნებ რომ არ შემშლია. მე მგონი არ შეგისლებოდა რა, მარტივი. ყველაზე ძველი აქაც მეტყვი წლებს. ეს იცი რა არის? ეს არის 84 თუ ზუსტად მახსოვს რა. 84? ამას ქვია Questa Europa. ხო, 88. იცი რა, სწორი ადგილია, ქულა მოგიტანა. ორივეს მოგიტანათ. თუმცა 96-ია და რამდენადაც მახსოვს, ეს იყო პირველად როცა დაიწყეს ბურთის გამსუბუქებაზე გოლკიპერებმა წუწუნი, ძალიან მაგრად. შემდეგი. სწორია, თითო ქულა. შემდეგი? ეს 84-ია. 2004. Ah, ეს მაგ. 2004 გინდა თქვა 84-ის მაგრად. 84, კი 2004, იმიტომ ვიყავი აქ და ორივე სწორია. 2008. 2008 რა თქმა უნდა. ესეც სწორია? 2016 და ესეც 16-ის რა გითხრათ, მაგრამ სწორი ადგილია. 24. 1 2 3 აი 3 მაქვს რა. სამახსოვროდ სახში. ამ ორ ბურთსაც სადმე პრიზის სახით გიშოვით. ყოჯა 5-5 ეს თემაც ფრე, შესაბამისად ერთი თემა მოგიგო და პირველი რაუნდი შენია. გადავიდეთ შემდეგ ეტაპზე, ეს არის ბარათონი. ერთით 0 ანგარიში დავით მინაშვილი იგებს და შესაბამისად ის ირჩევს ბარათონისთვის თემას. ირჩევს რა თქმა უნდა პირობითი მნიშვნელობით. 1-დან 5-მდე რომელიმე? არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. რა თქმა უნდა. სიმბოლურია მხოლოდ ეს არჩევა. სანამ თემას გეტყვით. ერთი დეტალი, რომელიც შევცვალეთ და ახლა გაიგებთ პირველად. ბარათონში დაემატა ქულის ართმევა. ეს ისევ ისია დომინოს პრინციპით. რა თქმა უნდა. მოზელვით. ვინც კარგად მოიქცევით, იმას მოგაზარინებთ. თუ პირიქით არის დასჯა იყო. ჩვენ ბავშვობაში ესე. იმედი მაზილე. უკან ვინც იყო იზილა. ხო და მოგიცევს. ვეცდები კარგად მოვზიო. კაი. თემა. ფეხბურთს უყვარს ლომები. ვაუ. როგორც იცით ისე. მოდ გაიგე. რატო უყვარს ლომები? ფეხბურთს უყვარს ლომები. რომელიმე ნაკრების ან კლუბის ლოგოდან ლომი. მოდი, დაგიგოგრდეთ. საგეგია. გერბები, სახელები, ნახოთ. რავი. თქოთ მოზილოთ. მოვზილო? არ ვიცი რამდენად კარგად გამომიო, მაგრამ ეს არის რა. მე ადრე მქონდა ჩიტები. ხო. და ვერ წარმოვიდგენდი ხა, ნუ არწივი გასაგები ხა, ბევრი რა ქენი ჩიტები? მოვიგე. ჩიტები და ლომები თუ წყალობენ, ჩემთვის ეგ საშიში არის, ნახოთ. დაწყება უპირატესობა არ არის, მაგრამ სიმბოლურად წინატურის გამარჯვებული იწყებს. გთხოვთ რა თქმა უნდა. აი ეს არის ამას ავიღებ. ნომერი? და ეს რა არის? როა ჩვენებ ჯერ შენ გამოიცანი შეიძლება აგართვას მე. დროს მოიგებს. რამჯ ვენეცია. კი ბატონო, ეგ არის. ეგ არის. ის დამთმობია ეს. ვენეცია. მითვის. ხო, არა, ვიცოდი და რა. უბრალოდ ვანახე რა. რა შეიძლება? კი, შეიძლება. ამ შემთხვევაში შეიძლება, როცა პასუხი უკვე ჯიბეში. ნეტა ვიცოდე რა, ვიღე. ხე 16. მეცნობი. წაგართმევს ეგრევე ზუსტად. მომეც. ქართული გუნდი იქნება, რადგან შენ წამართებ. ესეც ნუ იტყვი ხოლმე. ქართული არა, მეგულისმობ რომ რადგან ეგრევე იცანი ქართულისკენ წაიღებს ალბათ ამას და არ ვიცი შეიძლება ესთეტიკა რას გეუბნება ქართული არ არის თუ არა? ესთეტიკა ხო, ნუ არ ვიცი შეიძლება ყველა იყოს საერთოდ.
არ ვიცი. ონისისიონი ღმერთო ჩემო, აი ხა ვთქვი რომ ქართული იქნებოდი. აი. ნომერი? 6 ვაიმე. მაგას მე მგონია საქართველოს დიდია ჯუბაკ. არ ვიცი რა რაღაცა სისულელე უნდა თქვა. Middlesbrough. Yes, ხო თქვი. გამოვიცადი მე, ჩემი გამოცნობები მაქვს აქ და ის მიხარია. კარგი, იმედი აღარ ვარ ქართულ კლუბებში ეს ლომები რა. არ ვიცი, ნახე აბა. არ არის. ნომერი? აუ, არ ვიცი. ერთადერთი აზრი მაქვს ეხა მე რა, იმიტომ რომ მინუსი არ არის თქვი აზრი რა გეტყვი. ასეთი ლომი წაის არ არის ფორმა სხვა მახსოვს მე ჩელსის ლოგოზე გამოსახული, მაგრამ ჩელსი უნდა ვთქვა რა. ეს ვანაერია. ხონდა ნუ. შენ ხო არიცი? ის თუ არა იყო. ვისი ლოგოა მართლა? არა, ავის არა უნდა ამ ლომს რა რასაკეთებს. ფეხბურთის გუნდის რატოა ეს? ახლა რა ნახტომშია. რა არის გითხარი ეხლა? მილუოლი. ჩემპიონშიპის მილუოლი დარჩა ჩემთან. ვერა. აქ. ვერა. 2-1. ვისი ჯერია? ვერა. ჩემი ვერც გავარტყავდი. ვერც მე ვერ გავარტყავ. ყველა ერთნაირი ლომია, ეხა მიდი გაიგე ასტონ ვილა. კი ბატონო, აღებულია. ეგ არის. აი, წეგარო ვთქვი. ხო. წინასწარ მოაჩვენებთ ერთმანეთს კარტებს. ეს არის. ჩელსი უნდა იყოს. ჩელსია ეგ. აუ რა რამდენი ფორმის და რამდენი იმის ლომია ზოგს ენა მარცხნივ. აჰა, კიდე შეხედე რა. რა არის ესა? არ მოგწონს თუ მოგწონს? ერთი არ მომწონს. რა არის? არ მომწონს. რა ნომერია? პირველი. ხო. მერე? ეს და შეკუნტრუშებული ლომი რაღაცა. სახეს უკარგავენ ლომებს რა. ეს არა, ამან გამაოცა მართლა. წითელი. ამას დაუწყვილოთ, მოდი, შეკუნტრუშებული ლომები. რა უცნაური ლომია და არ ვიცი. ჰა, წაიღე. მე წავიღო? ვერა? ვოტფორდს ვიტყვი და არ ვიცი, ალბათ ვერ წავიღე. ფერებით წახვედი? მე ფერე ვოტფორდი უნდა მეთქვა, მაგრამ არა აქ ლომი ვოტფორდი. შეიძლება და ფერები წასვლა, მაგრამ ახლა იმდენთან გვხვდება ეს ფერი, რომ ბაიერ ლევერკუზენი. მოიცა კაცო რა? ეგ არის ლევერკუზენის ლოგო? ბაიერ ლევერკუზენის ლოგოდან ერთ-ერთი ლომი. ნაწილია. თუ არ გიყო, მაშინ აი ამასთან ერთად შეიძლება რაღაც გამოვიდეს. და გავიგე, მაგრამ აი ეს მეც პირველი ვოტფორდი გამოსვლა ფერებით მეც. ართან და უნდა ვთქვა, ხო? შეიძლება ფაფარის ვარცხნილობით. გუნდი უნდა ვთქვა თქვენ მაგას. დიახ. არ ვიცი, ტვენტეს ვამბობ რა. მაინც რუტყვილად, იმიტომ რომ შენი ჯერია? არ ვიცი. მაცხენია ტვენტესთან. მაცხენია? მე ხო ვიცი. აუ, ცხენი ყოფილა ტვენტესთან. არ ვიცოდი უკაცრავად ვარ. რაღაცა ისიც აქვს, ნახე როგორი თავზე რა ქვია ამას, გვირგვინი. თან კარგი მომეცი. ორი კუდი რატო აქვს? ცადერამე. მოდი მივხენ 1860 არ არის, მაგრამ რა გაისაცელია თან ცადერამე. არ არის მეთქი. აბა რა. ეს ნაკრებია. მოიცა გებ სერბეთია? არა, გვიანია, მაგრამ მითხარი, კარგი, სერბეთი არ არის. რა ვერსია გაქვს ნაკრებზე? ჩეხეთი. Yes. შენი ჩეხეთი უნდა გეთქვა და გუნდზე იფიქრე მაინც და რა თქმა უნდა მაგაზე ვიფიქრე ჩეხეთია რა. მე თავიდან გითხარი მე გუნდზე წავედი უცბად. გუნდების და ნაკრებების ნახე რა კიდე იგივეა. აუ, ხენები არის ახადებ. 11 ეს უნდა იყოს მალიორკა. არასტორია მეცია. ეს საქართველო. ხო ესპანურია. სვამი ამასობაში. აუ, ჩეხეთზე გულიმწყდება, კაი. ესპანური იყო და. ეს ხო კარგად იცანი. არა, კატასტროფებია. ო, სარაგოსა მალიო. ეს განსაყრელი. ეს რა. რაგი გამختარი ლომია დიეტაზე იყო. წარმოდგენა არ მაქვს. მანახე აბა მაშინ. ანუ აი წარმოდგენა არ მაქვს. რა ლამაზია მანახე. ხვდები შეიძლება. არ ვიცი, მეც ავიცი. ანუ რაღაცას ვისური უბრალოდ რა, იმიტომ რომ ეს ლომი თუ არის აქ. მიდი ის როლე. არა, ეს არის არა, არ ვიცი. ეს კი შეხიცპო, არ ვიცი. რაო? არაფერი უბრალოდ სისულელე. ანუ რა გამოვიცხო რა. ხო, თურქული გუნდები გამორიცხა. შეიძლება. თავი დამანებე. დაგადებოთ ეს არ გეცნობათ, გაი გარშემო რაც. შოტლანდია. აი. ანუ რატო შოტლანდია რა თქმა უნდა. რატო არ უყურებ დანარჩენ რაღაცებს? მარტო ლომის ფიგურას რო უყურებ ტანწერწეტა თუ არა? ორი ცალი გაანიავე. ვის ეხება? ეს უნდა გამომეცნო. ეს უნდა გამოგვეცნო, კი. 3 დარჩა. ისევ ლომია რა ამის. რას ელოდები თემაში? ნომერი? ლომებისთვის გაგვცირეს. მანახე აბა შემოატრიალე. არ ვიცი. არიცი?
არ ვიცი. მართლა არ ვიცი, ყველა უნდა თქვა რაღაც ისულელეს რა, თქვით მე ეს იქნება, რა ვიცი, რა. აი რა, 1 მილიონი შესაძლოა. არ არის. 200 ქვეყანაა სოფლიოში და თქვი ახლა რომელი ქვეყნიდან არის ეს? აი აქ რა, როგორ შეიძლება და გეცნოთ? არ ვიცი, ხო მე ვერ უნდა გეცნოთ უბრალოდ. რა, აბა. ლისაბონის სპორტინგი. ვაი, რა სამბობში. ფერებმა იქნება რა. ფერები ასე თუ ისე ვავიწროებს. კი. ხომ არა, ახლა ყვითელი ძალიან არა თემატური არის, გასაგებია ფონზე ის, მაგრამ ყვითელი ძალიან არ ჯდება უბრალოდ. არა, როგორ ნაწილებზია ლაპარაკი და იმიტოა ძნელია რა, ეს ისა. ადვილი არ არის ახლა ხოლმე. ნომერი? აი მე. ნამდვილად არის ადვილი, მაგრამ 3 აიღეთ. ველსი. არა. დრაკონი, არ ვიცი. მოდი ახლა ფერებზე წადიო მეტყვი არ, მაგრამ ყვითელი და ლურჯია რა. ეს იყო ლიონი. თავს მოვიკლავ ხა ხალხ. რო ვუყურებდი ვიცოდი ლიონია რა. ხოდა შვიდათ რა, წრეში, ომი. ხო, ისე ლიონი ყოველდღე ვუყურებ. ანუ შენია. ჩემია. ოშმარია რა. აბა ეხა პირდაპირ მთლიან არა, ჩემი ბრალია გასულ, არა, კარგია, შვენიერია, მომწონს, ოღონდ ჩემი ბრალია, თორე პაკეტია რო ადანაშაულებ. 5. აუ, ეს რა გუნდია? არა. კოპენჰაგენი. ხო, აი, გუშინ უყურებდი, გუშინ წინ მეთქი რა, გუშინ უყურებდი ამ ლომს. ჩემი ხელით მიტვა. ანუ აღარ მინდა რა ისეთები რა უკარგი რომ მართლა. გუშინ უყურებდი რა, აი როგორ. ეს არის ორლანდო. ორლანდო სიტი სწორია. ეს ისეთი არ გამოგრჩებოდა. არა, ნუ კაკას და პატოს ხათრით. კარგი, ორივე უნდა იყოს. არ არის ეს სწორი პასუხი. რა არის ეს? ნიდერლანდების ლომი ხო არა? ნიდერლანდების ლომი. ზუსტად. ბოლო აზრი აღარ აქვს, მაგრამ 1860. კი ბატონო, მიუხენ 1860. არ არის ლოგოები რა, ლომები. ამ შემთხვევაში ტაფსონა მოიგო. ერთი საერთო ანგარიში. მადლობა. აი ესენი მეწყინა ძალიან, იმიტომ რომ ეგენი შოტლანდია მეწყინა და შოტლანდია და ლიონი, ანუ შოტლანდია ხო ძალიან საკულტო ფორმა არის, ძალიან ამას შეგერეს ადიდასი. ლიონი მიმყავს დღეს. დღეს მიმყავს ლიონის თამაში და ლიონი ვერ ავიღე. საერთო ანგარიში 1-1. ვაგრძელებთ წინგველის დიდი გრძელი ტური პაპა კარლოს 5. და ამას დავყრით და კარგი იქნებოდა სინემატიკ კადრები გვექნება. ანგარიშია 1-1. რაუნდი მესამე პაპა კარლოს 5, რომელიც თქვენგანიც მოიგებს, წინ გაიჭრება. თუმცა აქვე დავაფიქსიროთ, რომ ყველა ვარიანტში მოგვიხდება მეოთხე რაუნდის გამარჯვება, ჩემი სახელი ეს თამაში. იქამდე მივიდეთ. პაპა კარლოს 5. 10 წამი მოფიქრებისთვის თემას ირჩევთ. არასწორი პასუხის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს 5 წამი თქვენსავე არჩეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად. მოდი გადავხედოთ ხა თემებს და თუ რომელიმე განმარტება საჭიროებს, განმარტოთ. ლომები ხო არ არის თავი. ლომები აღარ არის. დავიწყეთ. თემების სახელწოდებით. MLS-ის ტოპონიმიკა. ბოკა რივერები აფრიკის კონტინენტზე. ხელოვანები იტალიიდან. ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთი, ცივიომის ბერლინი, ისტორიული კლუბები დაბალ ლიგებში. პოცოს იტალია, ქართველები პოლონეთში. ლურსმანზე ბუცის დროა, სიგარა სათვალე და პოლ ნიუმანის ლუკი. აქ პატარა კომენტარს დავუმატებ, ეს არის ლიპის იუვენტუსი. ეს არის ჩვენი თემები. წინა რაუნდის გამარჯვებული ტაფსონა იწყებს თამაშს. დაწყება უპირატესობა არ არის, მაგრამ წესი ასეთია. მომი ხელოვანები იტალიიდან. ხელოვანები იტალიიდან. ეს მიქელანჯელო. შეგვიძლია ავიღოთ უკვე. პირველი კიპერია, მაგრამ შეიძლება მომისმინო ბოლომდე. აი, მიჩი კიპერი ბოთი შარფირა უნდა ავიღოთ. ჩუმადოა. კარგი. ეს მიქელანჯელო პირველი კიპერია, რომელმაც სერიაში ღია თამაშიდან გოლის გატანა შეძლო. მერე მთელი 90-იანები მაგარი იუვეს მეორე მეკარე იყო და ამ როლში 100-მდე მატჩის ჩატარება მაინც მოასწრო, ვინ მიქელანჯელო იყო. არ ვიცი, მარტო პერუციზე მეფიქრება ეხა სხვა ვარიანტი არ მაქვს, პერუცი. მეც არ ვიფიქრე 10 წამი. არა, ვეღარ ვიფიქრე. კარგი. ესე იგი შენ თქვი? პერუცი. არა. 5 წამი? 90-იანებში. ვინ არის? გავიდა დრო. არ ვიცი ხო, მაგრამ ჩემთან დარჩა. მიქელანჯელო რამპულა. ნახომდის. დავტოვოთ ეს თემა, შემდეგი კარგი კითხვაა. არა. არა, მე სხვა ავიღოთ რა. კი ბატონო. აბა ერთი კარგად დააბზრიანი. მიდი. შენ გაქვს უფლება აბზრიალო რამდენიც გინდა. პაპა კარლოს 5 ამ წვეთაზე მედეკია. მოდი აბა ლურსმანზე ვისი დრო არის ნახოთ. ლურსმანზე ბუცის დროა. მეტა ვინ
ვის მოუწოდებ? მე თავის დროზე დავკიდე მეთქი აღარ გამოვალ, მაგრამ ახო ხედავ. აქ ვარ. მოგიტყუეს. ჩამოგახსნევინეთ ჩამოკიდებული ბუთსი. 39 წლის და 7 თვის ეს კაცი ზედიზედ 24 პრემიერ ლიგის სეზონს თამაშობს და 24 სეზონში ყოფილ კლუბთან გოლის გატანაც უკვე მოასწრო. არ მახსოვს. გაქვს 3 წამი კიდე. ესე იგი როგორ გიყავს ერთმანეთი ესეთი ოპონენტები ცხოვრებაში არ მყოლია. ჯეიმს მილნერი? ხო, მილნერი აღარ ჩამართვები. ჯეიმს მილნერი. მithვალე ერთი ქულა გაქვს. დავტოვია გამაშინ ეგრე. დავტოვოთ? არ გამახსენდებოდა. დავტოვოთ. ამ ღვთაებრივ ბრაზილიელს თითქმის 42 წლის ასაკში ნიცას ფორმა ვერ გახადეს და მაისში კონტრაქტი კიდევ ერთი წლით გაახანგრძლივა. დანტე. გამოსულიყო პირველი მე. სწორია. დავხუროთ ეს თემა თუ კიდე ერთი. არ მინდა. არ გინდა. ისტორიული კლუბები დაბალ ლიგებში ალბათ. კი ბატონო, ისტორიული კლუბები დაბალ ლიგებში. ინგლისის პრემიერ ლიგა. ამ კლუბს Red Bull-ი საშინლად მოექცა. მაგრამ 2005 წელს ძველი ფორმით აღდგა და დღეს ავსტრიის ბუნდესლიგაში დასაბრუნებლად იბრძვის და იმედია მათ ამ საქმეში ლუკა პარკაძეც დაეხმარება. ყველაფერი დამავიწყდა რა ბჭირს. ეს ის არის ზალცბურგი, რა ქვია ამ გუნდს. დრო? 3 2 მოიცა რა. 1 აი, აბა ზალცბურგის გუნდია რა. სახელი უნდა მითხრა. სრული 5 წამი. ოლიმპია. არა. დინამო არ ვიცი. არა, ჩემთან დარჩა. დასანანია, რომ იცოდი და უბრალოდ ბოლოში ვერ გახვედი. ზალცბურგის რა? ავსტრია. ზალცბურგის ავსტრია. აჯერტი აუსტრია, სწორი. ზალცბურგის აუსტრიას გამოთქვამ დღეიდან შენი ხათრით. კეთილი, ჩემთან დარჩა ეს შეკითხვაც. ლურსმანზე ბუცების დრო. ლურსმანზე ბუცის დროა. აქ ჩვენ დაგვჭა ერთადერთი შეკითხვა და თემა ამოიწურა. უდაბნოდან დაბრუნებულმა წელს 40 წლის ასაკში მშობლიური კლუბი საკუთარი მხრებით სეგუნდადან ამოათრია, მაგრამ მგონი უკვე ლურსმნის დროა. სანტიკასრობა. სწორია. თუ პასუხობს არც მართვევინებს. მაინც ფრთხილად იყავი ჩემი რჩევა იქნება, დრო გაქვს. თუ იცი. ეგრეც არის? კი ბატონო, შენ ჯერია. 3-0-ია ჯერჯერ. რავი რა ჯანდაბა ვქნა ახლა რა. ჯერ 3 ქულა აქვს, რა ჩაიქნია ხელი კაცო. ისევ ისტორიული გუნდები ავიღოთ. ავიღოთ ისტორიული კლუბები დაბალ ლიგებში. ამ გუნდმა 60-იანებში გერმანიის თასი და გერმანიის ჩემპიონატი მოიგო. ხოლო 1965 წელს თასების მფლობელთა თასის ფინალი ვესტ ჰემთან დათმო. მერვე სეზონია უკვე გერმანიის მესამე ლიგაში თამაშობს. ლაიფციგის ლოკომოტივი იყო მგონი ის 65 წელს ვინ დათმო. როგორ? ლაიფციგის ლოკომოტივი მაშინ. არასწორი პასუხია. 5 წამი? 65 წელს გერმანიის. არ ვიცი, ნიურნბერგს ვამბობ, მაგრამ არც ეგ არის სწორი. ეს გუნდი შეხვდათ უკვე დღეს და გამოიცა. მიუხედავად 860? დიახ. დიდებული. შვენიერი. სიგარა სათვალე და პოლ ნიუმანის ლუკი. ვაუ! პერსოლის სათვალები თუ არ უკეთია ვინმეს 5 ანულირებული უნდა იყოს. მარჩელოს ეს ტაისონი წყალებში ბოლბოი იყო, როდესაც რომში ბრიუს გრობელარმა მისი აღმზრდელი კლუბი პენალტებში გაამწარა. ბავშვობის ტრავმა გონებიდან 10 წლის შემდეგ ამოაგდო, როდესაც იმავე სტადიონზე სონი სილოის და დავიდსის პენალტები მოიგერია. ყვებოდა ამაზე, არა, უნდა არ ვიცი. ვიმყებოდა. ხო და ვერ ვიხსენ, არ ვიცი. მეკარე ხო არის ეს ალბათ. აშკარად გეცნობა. დრო. პერუსში ვამბობ, აი აქ, არ ვიცი. იქ რო პერუსი თქვი გაამართლა რამში? აქ გაამართლა. გაამართლა პერუსი. კი, ეგ არის. ოყოლილი აქ გრობელარაზე და რომაში იყო პერუსი და რომადან გადა. ხო, გასაგებია, ამაზე ყვებოდა უბრალოდ და ეგ ისტორია ჩამრჩა. მოდი ქართველი პოლონეთში იყოს. წავიდა ქართველებში. ეს შემტევი 2011 წელს ზუგდიდის ბაიადან პოლონეთის ექსტრაკლასაში აღმოჩნდა. ძალამიძე. დამემთავრებინა შეკითხვა. მომზადებული მქონდა, გამოთქმით უნდა მეთქვა, კარგად და მშვიდად მეთქვა. მოიცა? სწორია.
კაი, მოდი MLS-ის ტოპონიმიკა ვნახოთ, აბა რა არის, საინტერესო ჟღერს უბრალოდ. ბატონო, შევხედოთ და პაკეტის შინაარსიც მივხვდები. MLS-ის ტოპონიმიკა ვნახოთ. გაერთიანება ან სიკვდილი. ბენჯამინ ფრანკლინის ეს ცნობილი ფრაზა საფუძვლად ამ ქალაქის გუნდის ვიზუალურ და ვერბალურ იდენტობას დაედო და სწორედ ამიტომ Union-ი ქვია. რომელი ქალაქის? Union-ი ქვია? კიდია სხვა ინფორმაციაც მანდ Union-ის გარდა, რომელი ქალაქი შეიძლება იყოს? მალში. DC United-ი მქონდა ვერსია მაგას. რომელი? DC United-ი, მაგრამ Union-ი არაფერ შუაში არ არის. არა, 5 წამი. მალში Union. რომელი ქალაქი? რა, ნიუ-იორკი? მაშინ მე ნიუ-იორკია? არა. მაშინ ფილადელფია ხო არა? სად მოეწერა ხელი დამოუკიდებლობის ფილადელფიაში. ფილადელფია იყო სწორი პასუხი, მაგრამ გვიან მოგდის. გვიან მოგივიდა 10 წამი არ გეყო. ფილადელფია ჩემთან. MLS-ის ტოპონიმიკა თავის ადგილას. ქართველები პოლონეთში კარგი. ქართველები პოლონეთში. ქართველებიდან ყველაზე მეტი 190 მატჩი პოლონეთის ექსტრაკლასაში ამ ფოთელის ანგარიშზეა. ჯამში 1997 წლიდან მოყოლებული პროფესიულ და სამოყვარულო დონეზე პოლონეთში თითქმის 15 წელი ითამაშა. ფოთელი 97-დან არის პოლონეთში, ვინმე? ყოფილა ექსტრაკლასაში რამდენი 190 თუ რამდენი თქვი? გავიდა დრო. ვა! ის თუ ვერ გამოიცნობს? არც დი? შეიძლება. 5 წამი გაქვს. 5 წამი. არა, 5, 3, 4, 5. არა. ძალი ჩაგიტე. არ ვიცი ვინ არის. აღარ ჩაგითვლი, მაგრამ თუ გაგახსენდა გითხარი. გვიან გახსენებულიც მაინც. ვინ არის? სახელის და დიდების მომტანია, არა? ეს იყო მამიო ჯიქია. კაი, 4-1 დარჩა. გავაგზავნეთ, შენი არჩევა. სად იყვნენ ის ოსტინდოეთის ხალხი? ჰოლანდია, აგერ არის. სად არის? ლურჯებში. ჰოლანდიის ოსტინდოეთი. ეს კაცი იმ შვიათ ფეხბურთელთაგანია, რომლებიც მუნდიალის ფინალში გაუძევებიათ. ახლა სამხრეთული სიფიცხე აღარ აწუხებს და აიაქსიც ამიტომ ჩააბარეს. 10 წამი? აიაქსი ჩააბარეს ჯონი ჰეიტინგას. რა თქმა უნდა. ჰეიტინგას სწორი პასუხი. იყოს ჰოლანდიის. ეს პოლონეთი მაინტერესებს. იყოს ანუ ეს ინდონეზიური ფესვები აქვს ჰეიტინგა. წარმოშობით ჭიათურელი გია გურული საფრანგეთში 1992 წელს პოლონეთიდან წავიდა, სადაც იმ გუნდში თამაშობდა, რომლის აბრევიატურაც ბედის ირონიით სწორედ მაღაროელთა სპორტული კლუბია. ამ მაღაროელებში იმ წლებში გია ჯიშკარიანი და ზაზარევიშვილიც თამაშობდა. GKS-ია თუ რაღაც აბრევიატურა ეგრეა ეს, ამისისა. ხო, გუნდის სახელი? ერთი წამი რა, ფუ. უნდა გაიხსენო. ბოჭი. გუნდი. დრო. ეს რო დაგავიწყდება. გაქვს შანსი? თუ დავიწყდა რა შანსი მაქვს? ერთი წამი, საწავი. არავითარი შანსი არ მაქვს. გაჩერეს ჩემთ. კატოვიცე. კატოვახში. კატოვიცე. აი GKS რაღაცა ეს არის კატოვიცია ვახში. ჰოლანდიის ოსტინდოეთი. გავაგრძელეთ. ჰოლანდიის ოსტინდოეთიდან ამ წარმოშობით ინდონეზიელის სახელი ერთ ნიგერიელს გვახსენებს, მაგრამ მისგან განსხვავებით აიაქსში არასოდეს უთამაშია. სამაგერო დღეს სიტის ძირითადში თამაშობს. მარტივია ეს. თან კაი ფეხბურთელია. ძაღლს მესი დაარქვა. ტიჯანი რეინდერსი. სწორია. ვიცოდი რომ იტყოდი. და ვის გვახსენებდა? ტიჯანი ბაბანგიდას. აბა ეს სიგარა სათვალე და პოლ ნიუმანის ლუკი. ეს კაცი პროფესიით დურგალი და შეთავსებით მოყვარული ფეხბურთელი იყო, როცა იუვემ 1992 წელს დაიმატა. მარჩელო ლიპიმ კი ეს მაღალი, გრძელთმიანი მცველი ჩემპიონთა ლიგის ორ სხვადასხვა ფინალში შეუცვლელად ათამაშა. ტორიჩელი ხო? სწორია. აღარ ჩავთვი. აუф, ბევრი არაფერი დაგვრჩა ჩვენ. აი, MLS-ის ტოპონიმიკა მომეცია, ბა ერთიც ფილადელფია წაღანი ისე გამომეძე, რომ გული მწყდება რა. კი, ნამდვილად გულდასაწყვეტი იყო.
ამ სახელის მქონე გუნდი ბარნაულში, ბრესტსა და თბილისში თამაშობს. აი სამხრეთ ტექსასში საიდან მოხვდა კაცმა არ იცის. მითვალე? არა, კაცო, ვიშედავდი. სად მოხვდა ტექსასში ჰიუსტონ დინამო? სწორია. ესფერები არის თან მაგათ. სწორია. ესფერები. ხო მარგინა, MLS-ის ტოპონიმიკა. აი სიგარა აბამ ნახოთ კიდე ერთი. კიგა, ამოვწუროთ ბარემ მაშინ ეს ბოლო კითხვა იქნება აქ. ეს კაცი ლიპის ფეხბურთელი ჯერ კიდევ ნაპოლიში იყო. მაგრამ მანამდე სერიაში იტალიაში ჩატარებული კარგი მუნდიალის შემდეგ მოხვდა, როდესაც რუბენ სოსასა და ენცო ფრანჩესკოლის გვერდით ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი იყო. აბა თუ გაიხსენებ. პაულო მონტერო. კიდე გქონდათ რომ პაულო მონტერო არ არის სწორი პასუხი. ფონსეკა, სწორი პასუხია. საწავი. აგართვა. საწავი. ყურადღებოდ თამაშობ. მოკლედ, მეგობრებო, 8-2 არის ანგარიში, ძალიან ძნელი იქნება კამბექი, მაგრამ ასეთებიც მომხდარა. ვის და კამბექები როგორი არის სწავლება ამ ტურნირის ამჟამად ლივერპულს. ამ ხელა არ იყო. გადავხედოთ რა დამრჩა. ჩემი საყვარელი პაკეტი, ხელოვანები იტალიიდან, რომელსაც ხელს არ კიდებთ და რა კარგი ორი კითხვა არის იქ. ანუ ჰოლანდის ოსტინ დუეტში დარჩა შეკითხვა, ცივი ომის ბერლინი, ისტორიული კლუბები დაბალ ლიგებში, პოცოს იტალიასაც ხელი არ მოკიდეთ და MLS-ის ტოპონიმიკა, ბოკა რივერები აფრიკის კონტინენტზე, ესეც ხელუხლებელია. მან ბერლინში მაქვს მარტო, ამან ბოკა რივერები MBM-ზე აფრიკაში და ისე ხანუ 3-დან 1 უეჭვალა და შეიძლება პირველი არ არის გამომაზე. კაი მომეცი შენი ხელოვანი არა კაცო ხელოვანები იტალიიდან მომეცი მაგ მიხელაჩელოზეც უკეთესი ვარიანტი მქონდა მე მგონი და მეთქი ავიღე თავიდანვე და ვეაფერს ვერავი ძალიან კარგი შეკითხვა ყურადღებით მოგვარის მსგავსად ამ იტალიელმა შემტევმაც კარიერა მილანში დაიწყო შემდეგ ბოლონიაში გაიბრწყინა ოღონდ რა თქმა უნდა სან სიროზე დაიწყო და არა ლასკალაში ყურადღებით იტალიელმა რომელმაც მილანში დაიწყო ბოლონიაში გაიბრწყინა ერთი ვიცი მაგრამ ნუ ლასკალაში ვაზზე ვერ ვარ შეიძლება იყოს და გავიდა კარგი პასუხი მავაროტო არ ვიცი არ ვიცი აზე ვერ მივხვდი კარგი შანსი ერთი ფეხბურთელი ვიცი მე და მე ვიტყვი მაგრამ უბრალოდ იმას არ ავითარი. ეს რატო არ თქვი, ვისაც ფიქრობდი მაშინ? ის თუ არის გაუგავი. სინიორი იყოს, რა ვიცი. არა, ვის ფიქრობ? არ იქნება ის შანსი არ არის, კაცო, მე ვისაც ფიქრობ. მე ვფიქრობდი ბორიელოს, მაგრამ თან ბორიელო მაგრამ მილანის ლასკალაში. მილანის ლასკალაში დიახ. დაიწყო კარიერა ვიღაცამ ვისი გვარიც, ასევე მილანში იყო სან სიროზე დაიწყო და მე ბოლონიაში გააგრძელა. ანუ მომღერლისა და ფეხბურთელის გვარი იგივე, არა? არ არის მომღერალი. სახიობია? ჯუზეპე ვერდიზე იყო ლაპარაკი და სიმონე ვერდიზე. მაგარი ჩახლართული იყო ვერ მივხვდი ისე სიმონე ვერდი ძნელი გასახსენებელი იქნებოდა მაგრამ არ არის ძნელი გასახსენებელი იმიტომ რომ უნიკალური მიღწევის ავტორი არის სერიას ერთ თამაში ჯარი მაქვს ორი გადაელი მომღერალზე იფიქრე ფეხით მარტო მომღერალზე იფიქრეთ და ეგ იყო პრობლემა მე მომღერალზე დავაბრეხვი რაღაც სიბრიყვა იმიტომ რომ რა პეროტას გავიხსენე რა ქვია პეროტიც და პავაროტი ვერა და ბორიელო მილანიდან ბოლონიაში მახსოვს მაგრამ მილანში არ დაუწყია ბორიელოს დაიწყო შემომასაღა ორჯერ მომატყუა და ვერაფერი ვერ ავიღე ის კი ბერლინი რა არის მე ვაბობდი კარგი კითხვა კითხვა კარგი ვიცი შენთვის კარგი რასაც არა კითხვა მართლა კარგია არა კითხვა ცალსახად კარგია ბერლინი და ცივი ომის ბერლინი თუ რაღაცა ცივი ომის ბერლინი ავიღოთ თუ იმ პაკეტიდან კითხვა დარჩა ბოლოში ამოვიღებ და მე გავცემ პასუხს ქართველი ემიგრანტების უბნიდან კარლ მარქს შტრასეს ესბანიდან თუ ტრამვაით 12 გაჩერებას გაივლი მოხუცი მეტყევის სახლს მიადგები სადაც დღეს ეს ერთდროს დედერის ობერლიგის მაჩანჩალა გუნდი თამაშობს დედერი მიხვდი ხო რომელზე დედერის ობერლიგის მაჩანჩალა გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის წავიდა დრო და რა ამის სახელი უნდა ვთქვა ეხლა მე უნდა ვიცოდე დედერის მაჩანჩალა გუნდი ქართველი ემიგრანტების სად არის მაჩანჩალა გუნდი რა გითხრა ქართველი ემიგრანტების ავიც ამოიწურა ამასობაში დრო და რა ვიცი დინამო არა ყველაზე მარტივი სახე რა დედერი რა ვიცი იქ მინიშნებები ხვებიც არის ესე იგი მოხუცი მეტყევების სახე იქნება ანდერ ალტენ ფიორშტეგაი ალბათ ხო დრო უნიონ ბერლინი აჰა მაჩანჩალა რა უნიონ ბერლინი ახლა მიუხენის ბაიერნი არ არის ადრე იყო მაჩანჩალა
ადრე ხო ვერ გავიგე უბრალოდ ხო არცარო კითხვა ვერ გავიგე უბრალოდ თორე უნიონ ბერლინი რა ორი გუნდი იყო MLS-ის ტოპონიმიკა მოდი ჰოლანდიის ეს იყო სტადიონის სახელი ნათარგმნი ქართულად რაც მე შენ თქვი ჰოლანდიის ოსტინდოეთი ხო გვაქვს ჩვენ დარჩენილი გვაქვს აქ თუ დოშ ესე იგი დარჩენილია ხო და წეღანს რატო არა წეღან იმიტომ რომ წეღან ხელოვანები მინდა ხელოვანები მინდაო მაინც და მაინც შემომასაღი გამახსენ გასაგებია ეს ხელოვანები არა მინდაო და ხო აიღოსო ხო ჰოლანდიის ოსტინდოეთი მომეც ესეც აიღო მაშინ ეს რაუნდი მოგებული აქვს ჰოლანდიის ოსტ-ინდოეთიდან ბოლო შეკითხვა. ალკმარში და უიგანში თამაშით ცნობილ ამ ნახევარმცველს ნიდერლანდების ნაკრებში 38 მატჩი აქვს ჩატარებული და ეროვნულს 2006 წლის მუნდიალზეც ახლდა. პოზნანში კვეკვესთან და წიტასთან უმუშავია. ახლა კი ინდონეზიაში პატრიკ კლუივერტს ეხმარება. დეზეუი? არა, სწორი პასუხია. მართლა მაშინ მეორე. კაი, ვიცი. ამის არ თქვა ის მეორე. არ ვიტყვი. მეორე. გახსოვს ვინ ეგეთი? აი დიდი კითხვაა, მაგრამ ბევრი ინფორმაცია იმდენი არ არის, ახლა ბევრი ფიქრი სჭირდებოდეს. არ თქვა მე რა. პასუხი? არ გახსოვს? მოიცა მე თქვი აბა შენ მე ვარი, შემთან დარჩა მანჯო. ლანზატი, სწორი იყო. ლანზატი უნდა გეთქვა. აი, არ აღმოჩნდა შეკითხვა რომ დაგესრულებინა რაუნდი. იმისთვის საკმარისი. ვაგრძელებთ. მიდი მინა. აბა ეს ისტორიული ლიგები, ბერლინი კითხვა ისეთი იყო, ვერაფერი ვერ მივხვდი და ისევ ისტორიული კლუბები. ისტორიული კლუბები დაბალ ლიგებში. ეს ქართველები და ტრამვაი რა შუაში იყო. ნუ აი გასწავლეთ თან შემდეგზე რომ მოხდები. იგი ყვანეს სტადიონზე ქართველების ემიგრანტული უბნიდან ტრამვაი ჩამოხსნა. ქართველები საცხოვრობენ ბერლინში ნეტა ვიცო. აი მე მეგულება რამდენიმე. ხო, არის ქართველების უბანი იყო. შეკითხვა. 1892 წელს დაარსებულ ამ პიემონტურ კლუბს, როგორ? პიემონტურ კლუბს 1892. დიახ, მე-20 საუკუნის პირველ მეოთხედში იტალიის ჩემპიონატი 7 ჯერ აქვს მოგებული. შარშან პაოლო კანავარო წვრთნიდა და დღეს სერია C-ში თამაშობს. დრო. 7 ჯერ ვისა. დრო. კალი არის? არასწორია. გინდა 5 წამი. თუ სწორად მახსოვს პროვერჩელი უნდა იყოს ეგ. შენ გახსოვს პროვერჩელი და უპასუხე კიდეც? ეს რაუნდი მოგებულია პროვერჩერი, სწორი პასუხია. საერთო ანგარიში 2-1. პიემონტური რომ აქ თან 7 წლის ჩემპიონი, თავარი გუნდი იყო რა. თავიდან იყო თავარი გუნდი იტალიაში. აი, პლუსი რა არის იტალიის სერია რამდენი ხანი? მყავს კი და კი ვითხოვ ბუნდესლიგაზე გადამოყვანეთ. საერთო ანგარიში 2-1 და გადავდივართ შემდეგ ეტაპზე. გამარჯობა, ჩემი სახელია. როგორც ფეხბურთში იტყვიან, დააკამბექა ტაბსონამ მინასთან 1-0 წაგებიდან 2-1 იგებს ახლა და ახლა უკვე მინას აქვს დასაკამბეკებელი და ნახოთ გახდება თუ არა 2-2 მეოთხე რაუნდი. გამარჯობა, ჩემი სახელია. ტაბსონ შენ ხარ გამარჯვებული და აირჩიე 2. 2 ვნახოთ რა დევს 2-ში. ნახოთ. 2 ნომერი. გამარჯობა, ჩემი სახელია. სწორი პასუხი +10 ქულა, არასწორი პასუხი -10 ქულა დასწრებაზე. არასწორ პასუხს მე თუ მკითხავთ, აქ ყველაზე ძიმე შედეგი მოაქვს. გამინუსება ძალიან ძნელი საქმეა. ბევრად უარესი ვიდრე მეტოქემბრომ ქულა აგართვას. ჩვენ ვთამაშობთ თემაზე მანჩესტერ სიტის აკადემია. რატო არ მოგეწონა? რატო რა ყველაზე ცნობილი და ისეთი ამბები იქნება მანჩესტერ სიტის გარშემო რა უნდა იყოს ისეთი რომ თქვენ არ იცოდეთ. შანსი არ მაქვს. ხო არ არის აფრიკის ესა ხელი რო არ მოკიდეთ იმ წინათ. არ მიყვარს ეს პრემიერ ლიგა. აფრიკის დერბები. არ მიყვარს ეს პრემიერ ლიგა. მეც არ მიყვარს რა თუ სიმართლე გითხრა იმდენად რომ ვერც მივყვები კარგად პრემიერ ლიგას რა. ჩემდა სამწუხაროდ და ეგ ძალიან ცუდი ამბო. არ უნდა გამეთქვა. ვინაიდან ორივე მოთამაშემ ერთმანეთს გულის ტკივილი გაუზიარა, ასე გული მოიფხანეს, წყნარად არიან დარწმუნებული ვარ ახლა და დავიწყოთ. შეკითხვა პირველი. შეიძლება ითქვას, სიტი ჩემთვის პირველი, მამაჩემისთვის კი ბოლო კლუბი იყო. სვენ გორანმა ჯო ჰარტი მომჯობინა. ამიტომ ჩემი კარიერა სულ სხვაგან და შმეიხელი. სახელი? კასპერ შმეიხელი. სწორი პასუხია. +10. შეკითხვა მეორე. ამსტერდამში დავიბადე, თუმცა ინგლისში 7 წლისა გადავედი და სიტიშიც ეგრე მოვხვდი.
ჩემი ნაკრების და ახლა უკვე კლუბის კაპიტნის მსგავსად მეც სელტიკში ვთამაშობდი. ჩემზე ამბობენ დაცვა არ იცისო, მაგრამ უკან რომ მამარდა მედგება, რისი უნდა შემეშინდეს. რა? ვანდაიკი. -10. შეიძლება რომ დავიკითხოთო არა? თუ პასუხი გინდა შეგიძლია დააჭირო და გასცე, მაგრამ შეგიძლია არ გარისხო. კითხვა არ მახსოვს უბრალოდ და მაგით, მაგრამ თუ არა წავიკითხე მეორჯერ წაკითხა, იმიტომ რომ არ იქნება სწორი. არ ვიცი ვინ არის. ჟერემი ფრიმპონგი. ფრიმპონგი რო ლივერპულში თამაშობს ვერ მეტყვით. არ მახსოვს უკაცრავად. კარგი. მალაგაში დავიბადე, თუმცა ჩემში ბერბერულმა მიწა მიყივლა. 26 წლის ვარ. ბრაიმ დიასი. ეს სწორი პასუხია. 20 ქულა შენ. სიტის აღზნილია? დი. ჩვენ აქ ვტრიალებთ სიტის აკადემიაში. ყველა კითხვა აქ არის. შემდეგი შეკითხვა. ჩემი ედუარდ ხელმაკრატელა და ედვუდი ნანახი გექნება. სკანდალური ტიპი ვარ და ბრიტანეთის გარეთ ერთხელ მარსელში ვითამაშე, სადაც საკულტო ფიგურად დავრჩი. ამბობენ ბინძური ფეხბურთელიაო. სიტიში ჯოი ბარტონი? ჯოი ბარტონის სწორი პასუხია. 30-ით -10. წინ კიდევ 6 შეკითხვა. ფაქტია რომ გერმანია ჩემი ქვეყანაა. ინგლისში უმითესი გამოვდექი. ერიკ ტენ ჰაგმაც დამიწუნა. ჯეიდონ სანჩო. ჯეიდონ სანჩოს სწორი პასუხია. 40-ით -10. ჩვენ დაგვრჩა 5 შეკითხვა, რადგან -10 გაქვს. წესით 5-ვე უნდა აიღო, რომ გადაარჩინო რაუნდი და გადამწყვეტ კითხვაზე გავიდეთ. ყოველი შემდეგი ტაფსონას მიერ აღებული შეკითხვა იქნება ტაფსონას გამარჯვება. შემდეგი შეკითხვა. ალბათ ერთადერთი ქართველი ვარ, ვისაც სიტის აკადემიაში უვარჯიშია. 2022-23 წლების სეზონში მაკარტურში ვითამაშე, სადაც ჩემი მწვრთნელი დუაიტ იორკი იყო. საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების ლიდერი ვიყავი, ხოლო 2017-19 წლებში ეროვნულ ნაკრებშიც ვითამაშე. ნუ მაგ ვერსია, მაგრამ არ ვიცი და. გასარისკია? და ალბათ ვერ გავრისკავ, მაგრამ ვერსია მაგ რა. არ ჩვენ რისკავ არანაირ პასუხს? არ ვიცი. ვინ არის ვინ? ბაჩუ არაბული. ბაჩანა არაბული სიტის აკადემიაში იყო? ვა. ამ კითხვის ორივე მხარეს გაფუჭებით, თამაში მხოლოდ ერთ მხარეს გაფუჭდა მინდა გითხრათ, რადგანაც დარჩენილი კითხვების რაოდენობა სამწუხაროდ აღარ ყოფნის, რომ დაეწიო და გადაარჩინო ეს რაუნდი. საერთო ანგარიში 3-1 გილოცავ მერვედ ფინალის დაძლევას. მადლობა კარგი თამაშისთვის. მადლობა. ტაფსონა მეოთხედ ფინალშია და შენ იქ გელოდება ბატონი ვახტანგ ბაციკაძე. ოღონდ ეგ ოღონდ ეგ. იცოდი რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ გულზე მოხდა. ლუციფერს უფრო შევხვდებოდი მეოთხე ფინალში. წარმატებას გისურვებ. მადლობა. გავით, მადლობა დაბრუნებისთვის. ბეტსონ სპორტზე გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ არ გამოგრჩეთ კარგი თამაშები. ეს იყო მაგიდის დერბის მერვედ ფინალი. დროებით. ძალიან ვინერვიული რა, რადგან პირველი იყო ჩემთვის. და პირველ რაუნდშიც, რასაც ბევრის გადაწყვეტა შეეძლო, ისეთი სულელური შეცდომა და უშნერვიულობით, რომ ძალიან ცუდად დამიბრუნდებოდა, მაგრამ ხო, კარგია რომ ეგრე არ მოხდა. ჯერ მინაშვილს ეთამაშები და მერე ბაციკაძეს. აი როგორი და გეტყვი ხარ, ჩემპიონთა ლიგაზე რო გამოდიხარ, ხარ მარსელი და ეთამაშები ჯერ მიუნხენის ბაიერს და მერე ბარსელონას. აი დაახლოებით ეგეთი დასაწყისი არის. და ერთი ბოლოს ასეთი თამაში ინტელექტუალურ სპორტულ საფეხბურთო ბევრი დაგროვდა. მაგიდის დერბის რა აქვს განსაკუთრებული? ბიჭო, არ ვიცი, შეიძლება აქ ჩამეთვალოს კეთილცობაში, მაგრამ მე მაგიდის დერბი ყველაზე მეტად მომწონს, რატო რაუნდების შინაარსი, სპეციფიკა და კითხვები რა. ანუ რაც განსაკუთრებულს დაქცევს ამ თამაშს არის კითხვები. იმიტომ რომ კითხვები არის უკარგესი. ხო, დაბრუნება ყოველთვის რთულია და ვიცოდი, რომ დაახლოებით ესე დასრულდებოდა ყველაფერი, მაგრამ ნუ არ ვიცი, ხა თამაშია და უარი არ თქვი აქედან გამომდინარე და ხო, პირველი ორი რაუნდი ცუდი არ იყო, მაგრამ არ ვიცი, რა ვიცი, ხო, ეთყობა ლომებმა იმოქმედა ცუდად თავიდან და ნუ ხა ბოდი პირდაპირ თქვა მეტოქესაც გააჩნია, ხო, ხა მეტოქე საკმაოდ ძალიან ძლიერი იყო, პირდაპირ ვიტყვი და არის ერთ-ერთი ფავორიტი ალბათ და ნუ ხა პირველ ეტაპზე ვთქვათ ესეთი ძლიერი მეტოქის შეხვედრა ყოველთვის არ არის ხოლმე სასურველი რაღაცა თავიდან სხვასთან ჯობდა ალბათ თამაში შედარები თუ არის ვინმე უფრო სუსტი ჯობდა, მაგრამ ნუ დანარჩენი არ გამოვიდა თამაშია რა, ხანისია. ტაფსონა მეოთხედ ფინალშია, ხოლო იქ დაუპირისპირდება კაცმა არ იცის ვის. მართლა არ მახსოვს მითხარით და ვიტყვი. აი, დღეს მომცეს ამის უფლება, რომ ესე გავაკეთო.
ხარა? ვერ მივხვდი უცებ რას აკეთე. აგა რასაეთერო თქვი კაცო. ამოსაჭრელი. ობაცუდია. ძალიან ისახარ. ბიჭო, რო ჩავწე ჩავარდები მე. არა და რო ვშდები ეს ფეხებს ვატევ კარგად. იმასაც კადრი აერევა. მე. აჰა, მოვკალათდი. არა, ვიხსენებ გვარს. ნუ ესეთ თამაშა გვარ უნდა თქვა, რა ვიცი. თქვენ თავს დააბრალეთ, რომ ქალებს არ უყურებთ. ეს ნეტა რომელმა ავირჩიეთ.